იმედის საერთოდ რადიოზე და ტელევიზია ჭირდება ერთი მცნება და ერთნაირად მიყვარს ორივე. ძალიან ხდება გული რომ აი მართლა არ აძლევენ საშუალება ჟურნალისტებს რომ გააკეთონ ის რაც მათ ევალება და რაც უნდათ. ხო და ისე მტკივა გული ვერ წარმიგდა ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ხალხია. იქ ვიყავით დასაცავად ჩვენ მისული ტელევიზიასანაც მაგრამ ძალა აღმარცხნავს რომ იტყვია. და ფაქტობრივად არაფერი არ გამოგვივიდა. არ მინდა რომ რატო არ გამოგვივიდა? გამოგვივიდა. საერთოდ მილიონზე მეტი კაცი დადგა 5 იანვარს და ერთასულ დემოკრატიას იცავდა. მილიონი, პატარა ციფრი არა. რამე მოყანებია ეს მილიონი. სამწიდი ციფრია. კი, ხო და ძალიან გვინდა რომ დაგვიბოდეს ჩვენი იმედი. რადიოს და ტელევიზიას ისეთი როგორიც იყო არ მინდა დაემგვანოს სხვა არ დავაცახელოთ ტელევიზიებს. და არ მინდა გახდეს ის 3 და 4. პირველი იყო იმედი და ერთადერთი იმედი იყო ჩვენი და სულ ნატრობი იმედი არ მოგაკლოთ მეთმამეთი. მაგრამ აი ეს ვისმოვენ რატომ და რისთვის რა დავუშავეთ ჩვენ და რა დაუშავეს ჟურნალისტებმა. თუ ვარ დემოკრატია, ადრე იყო კომუნისტებს ხონდათ ასეთი მეტი დემოკრატია და დემოკრატია ან არის, ან არ არის. რასია მეტი და ნაკლები, ხომ ასეა? რა თქმა უნდა, დემოკრატია არის პროცესი. პროცესი თუ დაიწყო ის სამთავრობო. ეს ზოგადად მე მინდა შევეკითხოთ რის არის თქვენი ეს დავიჭირე რადიო მსმენელებს. ხო უსმენთ ქალბატონო ამ მოგოებით გადაცემას. დოქტორი აბასტელსაგას ჩემსა. აუცილებლად. სანამ ის პატრონს დაუბრუნდება ის სატელევიზიო ელექტრონული სივრცე. ამ გოგონა რა უნდა გააკეთონ თქვენი აზრით? ისევ თავის აზრზე იდგნენ. მართალია ვერ მოსხოვთ, მაგრამ აი ჩვენ ვიგულეთ რომ ვართ თქვენთან ყოველთვის ვერ მოვდივართ, აი ეგ არის საქმე და ყოველთვის ვერ გირეკავთ, მაგრამ იცოდეთ რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. გარეკვა გვიჭირს ხოლმე ხანდახან და იცოდეთ რომ გვიგულეთ თქვენ გვერდით მართლა ხალხი. აი რა ხალხი კი არა, მართლა ხალხი. მოიქოთ აუცილებლად სიმართლეს აუცილებლად ნამდვილ ქართულ მეტყველებას სხვა რომ არაფერი ვთქვათ და გვენატრება სხვა და ვერ გაიგებ რისი თქმა უნდა. ამით რაღაცა ნიშნავს მათ. იქნებ შეიძლება რა მოკლედ კონსულტების თავმჯდომარის გვარის სახელს. კარგი, მივიღეთ თქვენი შენიშვნა, ეს შევი გამოვასწოროთ ჩემი ქართული. მოდით ხალხო ჩვენ რეკლამაზე გავიდეთ და რეკლამის შემდგომ გააიცეთ თემაზე კარგი ქართული საუბრობის სიამოვნებდა ყოველდღიური მოსვენა. რეკლამა ჩვენს ერთ-ერთი ბატონებო. აი ქალბატონი შემოვიდა ეს ნახავია მათაც საინტერესოა და აი გულწრფელად გეუბნებით მანანარი ნუ აი ბაკი ხალხს რა აი ბაკაგეულები ხანემ ასეთი გასწავლე ჩავთავეთ რაღაც ახალი რადიოს გავიდა ვეძებ რაღაცა იქეთ რომელიც რაღაც საინტერესო იქნება ჩემს ეს ვიტყოდი რომ რადიოიმედი იმიტომ იყო სმენადი რომ იყო მრავალფეროვანი გადაცემებით გამორჩეული თორემ მე ვფიქრობ რომ ნაკლები პრობლემაა ეხლა მანანა და ნინო იქნებიან თუ არა რადიოიმედში ალბათ მთავარი ის არის რომ იყოს თავისუფალი იყოს მრავალფეროვანი და ისე მსმენელისათვის საყვარელი ეს ვფიქრობ ეთახლებით მოდით აი ორივე შეგეკითხებით ნო აი პრინციპში ის რომ აი თვით ეს ისტორია 600,000 ჯარისკაცი ყავდათ რუსებს კავკასიის ფრონტზე და ნიკოლოზი ჩამოგდეს და რევოლუცია მოხდა მოსკოვში პეტროგრადში ეს 600,000 ალბათ აი სამკითხავად დაიჭრა და საყოველთაოდ თურქეთის ფრონტი ყველა გამოიწერა თბილისზე და წავიდა თავიანთ სოფლებში მაგრამ სამწუხაროდ ესე დაიჭრა მთელი ჟურნალისტები პოლიტიკაში რა კარგია რომ ფერა მიდიხარ პოლიტიკაში ძალიან მინდა აბაზე ვისაუბრო რომ ეს კაცი არ უნდა შეიცვალოს პროფესია თუ კი ის პროფესიის ერთგული იყო და მაინტერესებს აი თქვენს ასრულება რომ უცესობა არ ქონდეს ახალგაზრდა სტუდენტ ჟურნალისტებთან აი რაღაც ყობას იჭერთ მათში და უნდა იყოს თუ არა ჟურნალისტი ბოლომდე სიბერემდე ჟურნალისტი სანამ ამ შეკითხვას პასუხს გასცემდეთ ერთი მაყურებელი შემოვიყვანა და გავაერთიანოთ ეს შეკითხვა ისეთ მოგესალმებით. მაინტერესებს ჟურნალისტებს ეკითხები. არის თუ არა დამნაშავეები ჟურნალისტები, რომლებიც კერავდნენ და ჭრიდნენ ყველაფერს და სიცრუეს აჩვენებდნენ 24 საათი ტელევიზორში.
არიან თუ არა დამნაშავეები ეს ჟურნალისტები დღევანდელი საქართველოს დაცემაში, განადგურებაში და აი ამ მდგომარეობაში მიყვანამდე. ჩვენ ჟურნალისტები კავკასიას არ ამახლაპარაკი კავკასიის დანარჩენი ყველა გვამყოფებს სიცრუის ვაკუუმში. ჩვენ სიცრუეში ვცხოვრობ. ამ საქართველოში სიმართლე არ არსებობს. ის თან საერთაშორისო სიმართლეს არავის არ ჭირდება. არიან თუ არა დამნაშავეები პირველ რიგში ჟურნალისტები, ტელეჟურნალისტები, რადიოს კიდე იმდენად არ ვლაპარაკობ, რომლებიც ამონტაჟებდნენ და პირდაპირ ეთერში გვაწყვილებდნენ თუ როგორ ხდებოდა სარკოზი და სააკაშვილი პირდაპირ ეთერში 1 საათის შემდეგ. არიან თუ არა ვალდებული არიან თუ არა რომ შეიცვლება ხელისუფლება ამ ჟურნალისტებს პასუხი აგებინოს. აი ამაზე გამოსწორდა. ჟურნალისტთა პასუხისმგებლობის თემაზე ნაწილობრივ ვისაუბრეთ ჩვენ. რა თქმა უნდა ჟურნალისტები დამნაშავენი არიან. რა თქმა უნდა ჟურნალისტი არ უნდა იქცეს ხელისუფლების პროპაგანდის მანქანად, პროპაგანდისტად. რა თქმა უნდა ჟურნალისტის მოვალეობა არ არის ხელისუფლებთა მაამებელი სიტყვების თქმა. მედიის როლი დანიშნულება არის ის, რომ იყოს კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, იყოს ჩასაფრებული, მუდმივად იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ საჯაროდ გახადოს ის შეცდომები, რომელსაც უშვებს ხელისუფლება და არა აქოს და ადიდოს ხელისუფლება. ეს არის, რა თქმა უნდა, მედიის დანიშნულება, თუმცა ჩვენთან ხდება სამწუხაროდ ყველაფერი საპირისპირო. ეს ესეთი შეკითხვა იყო, რომ ცოტა ძნელია ესე პირდაპირ უთხრა ვიღაცას, რომ დიახ, შენ ხარ დამნაშავე, დააქციე და დაანგრიე ქვეყანა. მაგრამ ის პასუხისმგებლობები, რაც დღეს მოვლისტოლია ჟურნალისტიკაში, ალბათ არის უნდა მოვიდეს დრო იმისა, რომ ყველა მაგოს პასუხი, რაღაცაზე პასუხი აგოს. მე ერთ წერილში წერდი კიდევაც ბატონო, რომ ისიც არის ძალიან დიდი ბოდიში, იმდენად იცვლება ხოლმე. ედგებიან აი ეს ადამიანები, ვინც მართავენ დღეს ტელეჟურნალისტიკას და რადიოჟურნალისტიკას და საერთოდ მედია სივრცეს, რომ ძალიან ძნელია ასე ვთქვათ, ამ ადამიანებთან კონტაქტი, იმიტომ რომ შეიძლება ხელისუფლება მერე იმათაც ძალიან მშვენივრად ერგებიან. ერთ-ერთ წერილში ვსვამდი კიდევაც შეკითხვას, რომ როდესაც შეიძლება ხელისუფლება აგებენ თუ არა პასუხს ეს ჟურნალისტები და მედია მფლობელები, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ჯარისკაცები, ყოველდღე ვიღაცამ გითხრას მარჯვნივ და მარცხნივ და სწავლდით და სმენა და შენ იმით აკრულზე გაიარო. შენ ხარ ჟურნალისტი და ბუნებრივია უნდა ვიცოდეთ თვითონმა ჩვენთაგანმა ჟურნალისტის კოდექსი, რა მოგვეთხოვება, რა არის ჩვენი მოვალეობა. აი წეგან ბატონო დათო, თქვენ გასვით ესეთ შეკითხვა, რომ გაქვთ თუ არა კონტაქტი, სხვათა შორის ჩემი ერთ-ერთი მეგობარი არის უნივერსიტეტელი, თავის დროზე იყო დეკანის მოადგილე უნივერსიტეტში, შემდგომ შეუზღუდე საათები და სტუდენტებთან მეტნაკლებად ურთიერთობა მქონდა. არ არსებობს ყოფილი ჟურნალისტი და ჟურნალისტი. ვერ ეტყვი, რომ უნდა იყოს სიცოცხლის ბოლომდე ჟურნალისტი თუ არ უნდა იყოს. თუ ხარ ნამდვილი ჟურნალისტი, რჩები ბოლომდე. შეიძლება რაღაცა პროფესია შეიცვალო, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ დღეს სხვაგან, იმიტომ რომ ხელფასი არ მაქვს. თუნდაც არა ჟურნალისტის საქმეს, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ იმ საქმეს, როდესაც იქნება საქმელი დავწერ, ვიტყვი და გამოვააშკარავებ, იმიტომ რომ შინაგანად ვარ ჟურნალისტი. Конечно, вот что, попробовали тебе все можно, тема на голову сделать. Ты знаешь, я хотел сказать. Я хочу მოგესალმებათ. მოგესალმებით. ძალიან დიდი სიყვარულით ორივეს, ვარაერთო ყოფილვართ ფერნეთში და ვიცი, სამწუხაროა რა ხდება თქვენ რადიოში. მე დაამიყვარდა თქვენი რადიო. მე ერთი ამი მინდა გთხოვოთ თქვენ. და იქნებ საზოგადოებას უთხრათ, იმიტომ რომ მე კი ვიცი, მაგრამ თქვენ, აი თქვენი პირით ნაცნობი მაინც გაიქნეს. რაში მდგომარეობს ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ზემოქმედება მედიაზე. მე არ ვლაპარაკობ იმას, რომ ზღუდავს, ვთქვათ, საინფორმაციო საშუალებებში რაღაც ინფორმაციებს. აი არსებობს თუ არა